სახალხო დამცველის ბოლო ანგარიში, რომელიც არაერთხელ შეფასდა უკვე საგანგაშოდ 400 გვერდზე მეტისაგან შედგება და მასში ძალიან ბევრ სამართალ დარღვევაზეა საუბარი. მათ შორის იქ ხაზგასმული ერთი კონკრეტული და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ 2024 წლის საპროტესტო აქციებიდან დღემდე არც ერთი სამართალ დამცველი არ არის დასჯილი, თუმცა ამის საპირწონედ ძალიან ბევრი მშვიდობიანი დემონსტრანტი უსამართლოდ ყავთ გაშვებული ციხეში. სწორედ ამას უსვამს ხაზს სახალხო დამცველის აპარატი, რისი შეფასებაც ვთხოვოთ ქართული ოცნების წარმომადგენლებს. ამაზე საპასუხოდ ბიძინა ივანიშვილის გუნდის სტაჟიანი წევრები ამბობენ და აცხადებენ, თითქოს იმიტომ არ დაისაჯნენ სამართალ დამცველები, რომ მათი იდენტიფიცირება ვერ მოხდა არა და არაერთხელ დადასტურდა ეს ბევრი ფაქტით მათ შორის და ბევრი არგუმენტით, რომ შესაძლებელი და ძალიან ადვილად იდენტიფიცირებადი იყო ის თუ როგორ ვინ და რატომ ძალადობდა მშვიდობიან დემონსტრანტებზე. ამის საპასუხოდ მათ შორის არგუმენტად მოიყვანა ქართული ოცნების ერთ-ერთმა წევრმა, რომ იმის ფონზე, როდესაც მათ შორის ქართულმა ოცნებამ დასაჯა მისი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, მაშინ უსვამენ რიტორიკულ კითხვას, რატომ ვერ უნდა გაიმეტონ თუნდაც სამართალ დამცველები, რაზე საპასუხოდაც კვლავ ჩვენი ჟურნალისტი ეკითხება, რომ მათ შორის ხარება, რომელიც ძალადობდა ღია და ამის არაერთი კადრი არსებობს. ახლა არის თავისუფალი და რატომ არ დასაჯა ის ქართულმა ოცნებამ? ნებისმიერ ასეთ კითხვაზე ბიძინა ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლებს აქვთ ერთი კონკრეტული კითხვა და პასუხი, რომ მათი განმარტებით ვერ მოხერხდა იდენტიფიცირება, გარდა ამისა თავს იმართლებენ და მუდმივად ამბობენ იმასაც, რომ ეს ყველაფერი არის სპეკულაცია და ასეთ კითხვებზე საპასუხოდ გადადიან მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმაზე. წარმოიდგინეთ თქვენ, რა თანამდებობის პირების დაპატიმრება მოხდა ხელისუფლების მხრიდან, იქ თქვათ რაღაც რიგითი სპეცრაზმენის დაპატიმრება, რა პრობლემა იქნებოდა რეალური მტკიცებულება რომ კონდეს სახელმწიფოს ხელში. ან რაში გვაწყობს ჩვენ რომ ან საერთაშორისო ასპარეზზე ან ჩვენთან ყოველდღე გვახსენებდნენ ამას რომ ეს საქმე ბოლომდე არ არის მიყვანილი მტკიცებულებების გარეშე იმის გამო რომ რაღაცას თავი მოუქონოთ. ეს დაბალი სტანდარტით სასამართლოში ჩვენ არ წავით. ხარებას სახეთო მაინც არ იყო არავის ხარება არ ასცემდა და არავის ხარები არ გინახავთ? ფერს რომ აღურთხავ და მასთან მიიყვანეს სპეცრაზმელებმა ერთი ადამიანი და თავად დაარტყა ფიზიკურად იწავა. ხო და შეიტანოს იმას ვინც დაარტყა და მიიტანოს ეს მტკიცებულება და თუ მას ეთქვიან რომ ეს ფეხი არ არის, არამედ არის ყური, მაშინ ვილაპარაკოთ, მაგრამ ეთქვა არ მიუტანიათ. არა, თქვენგან მესმის ეს. ეხლა მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივ სტანდარტებზე გაზრდილ ადამიანებს რომ მტკიცებულება თქვენთვის არაფერს არ წამოიღებს. სააკაშვილის ხელისუფლებაში ბატონო თმის მე რას ველაპარაკებ. მიხეილ სააკაშვილის ისვინეთ რა. მიხეილ სააკაშვილის ელჩი არ ვიყავ, მე ვით არის საქართველოს ელჩი. წარმოიდგინე მიხეილ სააკაშვილის დროს მის ხელისუფლებაში მუშაობდი და მე მაგრამ სკოლაში ვსწავლობ. სახალხო დამცველის ბოლო ანგარიში აგრეთვე შევაფასებინეთ სამოქალაქო აქტივისტებსა და იურისტებს, ანუ ადამიანებს, რომლებიც პრაქტიკულად ყოველდღიურად დგანან დედაქალაქის მთავარ გამზირზე. უპირველეს ყოვლისა ისინი ამბობენ, რომ ქართული ოცნების წევრები სწორედ იმიტომ ესხმიან თავს მშვიდობიან დემონსტრანტებს, იმიტომ ცდილობენ აქციისა და პროტესტის დისკრედიტაციას, იმიტომ ესხმიან მათ შორის თავს მედიის წარმომადგენლებს, რომ სხვა ამ თემაზე საპასუხო არაფერი აქვთ და თვითონაც ძალიან კარგად იციან თუ როგორი ძალადობრივი არის მათი რეჟიმი. როგორც აქტივისტები ამბობენ, მათი ციტირება რომ მოვახდინოთ, ამიტომ მათი განმარტებით ახლა ერთადერთი მთავარი იარაღი და მთავარი დაპირისპირების წყარო უნდა იყოს ქართულ ოცნებასთან მშვიდობიანი დემოკრატიული და არაძალადობრივი პროტესტი, როგორც ამას აქამდე აკეთებდნენ. აქტივისტები და მათ შორის ყოველდღიური აქციების მონაწილეები აანონსებენ, რომ რა ხერხი და რა გზაც არ უნდა გამოიყენოს ქართულმა ოცნებამ აქციების დასაშლელად და მათ დასაშინებლად ეს ყველაფერი მათზე არ იმოქმედებს და ასევე აანონსებენ იმასაც, რომ ბრძოლა და პროტესტი გაგრძელდება მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად ადამიანებს მხოლოდ იმიტომ აპატიმრებენ და უშვებენ იზოლატორში, რომ ისინი ტროტუარზე გამოხატავენ საკუთარ დემოკრატიულ პროტესტს. სახალხო დამცველი მითითებს, რომ არც ერთი პოლიციელი არ არის დასჯილი, სამართალ პასუხისმგებლობაში არათუ მიცემული არ არის, არც კი არის დაწყებული წარმოება და აქამდეც გვესმოდა და პრინციპში ახლაც უკვე გავიგეთ მოსაზრება, რომ პრობლემა არის ის, რომ ვერ ხდება იდენტიფიცირება, რაც არის ტყუილი და გეტყვით რატომ. ჩემი დამკვირვებლების მიმართ არის საქმის წარმოება დაწყებული სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში
ძალის გამოყენებაზე და საგამოძიებო სამსახური გვეუბნება, რომ შეუძლებელია იმ პირების იდენტიფიცირება, რომელმაც დააკავეს ვარ და თვითონ ყავს მოყვანილი შინაგან საქმეთა სამინისტროს. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, არის არასერიოზული და არასწორი. თითოეული ეს რეპრესიული ზომა, ნორმა, თითოეული ეს დაკავება, თითოეული ეს უსამართლობა იმ ადამიანებს, რომლებიც იქ დგანან საკუთარ სინდისთან და საკუთარ თავთან მართლები, კიდევ უფრო მეტად უმტკიცებს იმის რწმენას, რომ კი სწორს აკეთებენ და მართლა ესეთი ამორალურია ის რეჟიმი, რომლის წინააღმდეგ ეს ადამიანები იბრძვიან. ხო და შესაბამისად ეს რეპრესიები არადურ ამას ჩააქრობს, არამედ ჩვენ ხედავთ იგივე შაბათის მარშებზე უფრო და უფრო იმატებს ხალხი და მათ შორის პერიოდულად იმართება დიდი აქციებიც და არ დასრულდება ეს, რასაც ელოდებიან, რომ იქნება რაღაცა ტიპის დალაგება ვიღაცასთან ან აღიარება ამათი, არ მოხდება, ეს არის გამორიცხული. სახალხო დამცველის ანგარიში 428 გვერდიანია, ის მოიცავს ძალიან ბევრ საკითხს, მათ შორის ადმინისტრაციული წესით პატიმრობას, სისხლის სამართლის წესით დაკავებას, მშვიდობიანი აქტივისტებისა და დემონსტრანტების და გარდა ამისა, ხაზს გასმულია ის ფაქტიც, რომ ამ ყველაფრის ფონზე 2024 წლიდან დღემდე არც ერთი სამართალდამცველი არ არის დაკავებული, ვინც ძალადობდა მშვიდობიან აქტივისტებზე. საბოლოო ჯამში ეს ფაქტი ისევ განსხვავებულად შეაფასეს ქართული ოცნების წარმომადგენლებმა და აქტივისტებმა. ბიძინა ივანიშვილის გუნდი კვლავ ისრების გადატანას ცდილობს მედიისა და მშვიდობიანი აქტივისტების მხარეს, ხოლო ამის საპირწონედ აქტივისტები ამბობენ, რომ რაც არ უნდა გააკეთოს ქართულმა ოცნებამ, როგორც არ უნდა იძალოდოს, მაინც გააგრძელებენ ბრძოლას და ამ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ.